ოდი აქ შეეტრიე გაყოფილება. შეუძდელო დავაი ბიჭო დაეგდე მან. დაეგდე მან და თუმა დაწყე ხო ხარ ღირსი ამო გადღლიზოს კაცმა ენა ეს უძდელები ეს. რა დავაშავე? რა დააშავე კენ უგავიწყდება რომ პოლიციის განყოფილებაში ხარ შე. ამას უყური ამას ერთი ეს. ავიგე რომ პოლიციის განყოფილებაში ვარ, მაგრამ რა დავაშავე შეგიძლიათ რომ ამიხსნათ, ო, რანე გითხარით, ცუდად? მეტყოდი და ამოგაგლიჯავდი ენას და დაგაჭერდებდი ხე შეუძდელო, შე კლავიატურის ლომო შე. ის ხო კარგად იცი, უთითუ ვის რა დაუწერო, უძდელო შე. რა გინდათ ხალხო, რა დავაშავე, ვის რა დაუწერე? რა გინდათ საერთოდ ამიხსენით? დავაშავე რამე, რისთვის დამიბარეთ და რისთვის მომიყვანეთ განყოფილებაში? არ იცის ბიჭმა რა დააშავა არ იცის კლავიატურაზე ბეჭდა ხო კარგად იცი შეუძდელო კლავიატურა შუაშია კლავიატურაზე ბეჭდა შუაში კი არა თავში ამი რო არ იცი ვისა უნდა დაუწერო იქ კომენტარები და ვისა უნდა დაუწერო ვინ უნდა გალანძღო და ვინ არ უნდა გალანძღო შე არა კაცო შენ ერთი რომ მე რასაც მინდა იმას დავწერ კაცო ჩემ Facebook-ზე რა შუაშია ეგ შე ამას უყურე ბიჭო რას ქვია რა შუაშია და რას ქვია ამას უყურე და რა ვის საქმე კი არა რასაც დაწერ ჩვენი საქმეა პირველ რიგში ეს ჩვენ გაყოფილი შენ არ იცი ზოგადად რომ დავამატეთ აქ სიძულვილის ენის დეპარტამენტი კი ბატონო შევქმნით ჩვენ სიძულვილის ენის დეპარტამენტი სადაც ჩვენ ვიკვლევთ ვინ ვის რა დაუწერა ვინ ვის შეაგინა ვინ ვის გალანძღა და ასე შემდეგ ჩვენ ვიკვლევთ იქ ყველაფერს გაიგე შეუძდელო კაცო მაგის გულისთვის რომ მოგარჭო 4000 ლარს ჯარიმას მე ნახავ შენ რა ჯარიმას ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ რა რის გამო 4000 ლარი მართლა თქვენი რაო რის თქვა გინდა და მიდი თქვა მაღლა არა მე მგონი 4000 არ გეყო შენ და დაუმატე პრობლემა კი არ არის ჩემი Facebook-ი არის ჩემი სოციალური ქსელი არის პირადი სივრცე არის მე ვისაც რასაც მინდა იმას დავპოსტავ რა ეგ არის კონსტიტუციური უფლება არის აზრის გამოხატვის უფლება ეგ შენთვის არის სულ პირადი და შენი აზრის გამოხატვა შენთვის არის თორე ჩემთვის ეგ ჩვენთვის არის შემოსავლის წყარო მაქენა შეულო ფულს ამ სხვაგზე კი რა ვაჭამ ოჯახს გავიგე მაგრამ არა შეიგინები გალანძღებს ხაფსიო ეგრევე შემოვიდა ბიუჯეტში ოჯახი ერთი წუთი ხალხო რო ჯერ ეს ერთის არაფერ ჯარიმას არ გადახტას მე არ ვაპირებ იმიტომ რომ არავისთვის არაფერი არ დამიშავებია არა რომელი ერთი დავიწყო მითხარ რომელი ერთი რომელიცაც გინდა თავრობის წევრებს ვაგინე თუ ის გამომწერები რო გალანძღე ეგ რომელი ერთი თავრობის წევრებს ვაგინე კაცო ჯერ რაღაც მინდა შეგინები ჩემი მასე და ვინდა არა რა ანუ გამომწერებს ვაგინე არაფერი შენ ხო ყავს შენ რაღაც გვერდი გამომწერებ რამდენი 5000 გამომწერებ ხო ყავს 6400 ხო მაგათ რო ვაგინე არაფერი მაგათ რა ვაგინე საიდან იგონებ შეხედე ბიჭო აი შეხედე სად არის აი შეხედე ამას აი ამ კომენტარის გამო ვაგერა აი ამ კომენტარის გამო დაგაშენებ ციხეს თავზე შენ რის გამო ხალხო ციხე რის გამო უნდა დამაშენო თავზე ვეხუმრები ერთი კომენტარი რო დავწერე რაღაცა რა ერთი კომენტარი ბიჭო რამდენ ადამიანს ატკინე გული ამას შეხედე რამდენ ადამიანს ატკინე გული შეხედე და ბოლოს ეგეც უარ გეყო ეს ნახე მთელი შენი გამომწერები ერთ კომენტარში მონიშნე სუყელა და თქვენი დედა სუყელა შეაგი 5000 გამომწეს ეხა 5000 გამომწეს 4000 ლარს რო გავამრავლებ და ერთი 20 მილიონი რო გამოვაჯარიმა აი მე 20 მილიონი მე ნახე ნორმალურები თუ ხარ საერთოდ დავთაგი უბრალოდ რომ ფოლოვერებს ენახათ თქვენ ნორმალურები თუ ხართ რა რის გამო უნდა დამაჯარიმოთ არ გამაგიჟოთ კაცო კაი ისა მაგინებას თავი მინისტრი რო დაწყევლე ამიხსენი მინისტრი ერთი წყევლაც ის არის კაცო დასჯადია რა თქმა უნდა აბა რა არის დასჯადია წყევლა რო 9-თაობაზე გადადის არის იცი ხო და აი 9-თაობის 4000-ს უდადიან გამიშე მე ნახე შენ რა ჯარიმა მოგიწე შეახვარო კაცო რა 9-თაობის 4000-ს თქვენ ნორმალურები ხო აბა რა გინო ვერ გავი ეგრე ჩემს მეზობელს რო ვაგინე წყალი ჩამოუშვა და რო ვაგინე ჩემს მეზობელს. მაგის გამო უნდა დამაჯარებო? არა, ეგრე ზეპირ სიტყვიერად უფასოა. ეგრე არ არის პრობლემა. აბა მაინდა-მაინც უნდა დავპოსტო? მომისმინე ბიჭო შენ ერთ ზეპირ სიტყვიერად ადამიანს უაგინებ ის ერთ ყურს შეუშვეს მეორეში გაუშვებს და პოსტი სხვა არ დაწერილს კითხულობ თელი ცხოვრება. იქ დრაქნას მე რეიმან. რა ვიცი, რაც უნდა ისქნას კაცო უბრალოდ. აი, რამეზე ხარ დაჯარიმებული ან ნასამართლები თუ ხარ? ვარ, ნასამართლები პირბადის გამო, ტროტუარზე დგომის გამო და გზა გადავკვეთე კიდე ორჯერ. შეხედე ბიჭო, შეხედე მე ბიჭო ეს ახალგაზრდა კაცი კრიმინალად რო ჩამოყალიბდი. ცოტა მიხედე ბიჭო ცხოვრებას, მიხედე რაღაცა წაიკითხე, ისწავლე. თუ შეგირწვა. მე ჩამოყალიბდი კრიმინალად. შეგირწვა. აბა რაკენი ბიჭო, აბა რაკენი, არაფერ კანონ შენ არიცა, ვაგერ პირბადის გამო დაუჯარიმები ხარ ტოტო. შენ ხარ ბიჭო, თუ შენ რა უნდა გითხრა, ისე თავრობის არც ერთი მიღწევები არ გაქვს, დალაიქებული და დაგურებული ეგ რას ნიშნავს? რა უნდა მილაიქები თავრობის მიღწევები? ვერ ხედები და თუ არ ალაიქებ, ესე იგი კრიტიკულად განწყობილი, ამიტომ დაჯარიმდები შენ. ვინც თავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ჯარიმას ვერ ასდება, რა ვქნათ ბატონო? რა სწორაგობთ, ხალხო, ერთი არ მინდოდა და არ დავალაიქე და არც დავალაიქებ. იქნება ჩემი პირადი გვერდი არის, რასაც მინდა, იმას დავალაიქებ და რასაც მინდა, იმას და მომისმინე შენი პირადი გვერდი არის, ჩემი შემოსავლის წყარო თქო, გითხარი მე შენ ერთხელ. დაწერ სიძულვილით ენით ან რამეს გინებით და 4000 ლარი კიდე დაემატება, არანაირი პრობლემა არ არის. ესეც აგერ მივაწერ.
მოიც ერთი ძამი არაფერი იმას აკნა. მთელი დოსიე გაქვთ ისა გახსნილი თუ რა. ან ის კიდე გუში რო იმას აგინე, ლაივი რო ქონდა და მომხარებელს ის რო ვაგინე, ვიღაც რო იყო პროცენტი, შენ შევ გამომწერი და რო დაამხე თავზე ყველაფერი ეგ რა იყო. ვის ვაგინე, კაცო, ერთი კი, გუში ლაივში რო აგინეთ. იცით საერთოდ ვის ვაგინე? არა აქვს მნიშვნელობა, ვის აგინე დაჭარბია. ერთი წუთი რანაირად არა აქვს მნიშვნელობა, აი. მაგის დედა მაგას მართლა კი უნდა всё, კაი, ეს ჯარიმა ჩახული არ ხო. ეგ გაუქმებული. გეხვეწებით, დამაჯარიმოთ, ეხლა მართლა აბსურდია ზოგადად ეგ თქვენი დეპარტამენტის რაც შექმნით და ზოგადად არ ვარ მე დამნაშავე და ნუ დამაჯარიმოთ, გეხვეწებით რა. ბიჭო, მომისმინე, ეხლა 1-40000 ლარი იმ წყევლას დაგიწერე, 1-40000 ლარი გამომწერებს. მაგას ანუ იმ 5000 გამომწერს კიდე არ ვამრავლებ, ეხლა 20-ზე და 20 მილიონს არ გიწერ. ერთზე გამომივარ. 20 მილიონი ხალხო ის გამო დაწყნარდა და შეიძლება იმ ჯარიმა თუ აგინა ციხეში. ანუ რა გამოდის რომ წყევლაც ჯარიმდება, გინებაც პოსტი ზოგადად, მაშინ რა გავაკეთოთ, აბა, მაშინ თქვენ მითხარით რა დავწერო, ჩამომიწერეთ რომ რა დავპოსტო და იმას დავპოსტო. ნებისმიერი რამე შეგიძლიათ დაპოსტოთ სალანძღავ გინების გარდა და შეურაცხყოფელი სიტყვების გარდა ნებისმიერი რამე შეგიძლიათ დაწეროთ. არ არის პრობლემა. კარგით, მაშინ ეხლა რომ მე შევიდე Facebook-ში და თქვენ რო დაგიწეროთ რომ კომენტარი რო დაგიწეროთ, ჩემო ლამაზ თვალება, თვალე ფახულა და ულამაზესო არსება. გაგიხევ მაგ ლამაზ თავს ეხლა შენ. დამიმიტება დაწერე. აბა, ანუ დაემატება, არ არის პრობლემა. კომპლიმენტის გამოც თავი უნდა გამიხიოთ, კომენტარის გამო უნდა დამაჯარიმოთ და იმის გამო ციხე უნდა დამაშენოთ, თავზე საერთოდ რა ხდება, მაშინ რა ადამიანის აუგად მოხსენების გამო ჯარიმა არის, რო იწოდეთ თქვენ. მაშინ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო ეხლა თუ შეიძლება. მე მინდა რომ თქვენი ლამაზი თავი რო დავლოცო. ზოგადად მე მინდა შენ რო გიყურებ ესეთი ულამაზესი რო გაგაჩინა შენმა მშობელმა შენი თავი მინდა რომ დაულოცო მაგას დედაშენს და მამაშენს მინდა და მარტო შენ კი არ მინდა რომ დაგლოცო შენი განყოფილების დეპარტამენტის უფროსი მინდა რომ დავლოცო თუ არის აქ შევარდა დავლოცავ ყველას დავლოცავ მინისტრი მინდა რომ დავლოცო ზოგადად მაგ კანონის მომფიქრებელს ვერ ნაცვალე მე მაგას თქვენ ხართ უკეთილშობილესი და ულამაზესები მე კეთილებო თქვენ საყვარლებო ჩაგალპობ ციხეში უსაყვარლესი ამბავი რა არის? რა ხდება? აცადი კრიმინალი ბიჭო, რა გინდა შენ რა ხდება? ორი ადამიანი დავაკავეთ რა. ვინზე რა, ვინ დააკავეთ რაზე? გაუპატიურება ძალადობა და რა უყოთ. ბიჭო, რა უნდა უყოთ? დააწერი ხელწელი და გააგდე სახში არა გვაქვს ხა მაგის ადგილი. კაცო გაუშვი. გაუშვი და ამას მოკიდე. ჩაგდე, საკაში არ გამოახედო. ღიშუკი არ ანახო ამახო. არა, პოსტებზე იგინება და ილანძღება. გააგდე ძალადობა. პოსტებზე? აბა რა კი იგინება, ბიჭო, თავრობი. ერთი წუთი ხარ რაზეა გაწყე ახლა ის ადამიანი მოძალადეს უშევდა კომენტარი დავაი კომენტარი დავწერე კაპინებას შეაგდე და ის გაუშვი ხელწელი დააწერინა და გაუშვი სამ იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.